გურბანიამ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ აიწია. ვახო პირდაპირ მთებზე გაყვანილ პატარა ბილიკებს ხან ფეხით მიუყვება, ხან ცხენით. ნახევარი გზა. უკვე გავიარე. ცდილობს ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწიოს. სჯერა რომ რაც უფრო ზემოთ არის სოფელი, მით უფრო ნამდვილია იქაური კულინარიული კულტურაც. თანამედროვე ინტერპრეტაციის გარეშე. ხევსურეთში ვარ. აქაურობის სილამაზეზე აღარაფერს აღარ მოგიყვებით. ერთი მეორეზე უკეთესი ადგილებია. აღარც ვიცი, რომელი უფრო მომწონს. გუდანში მივდივარ. აქ სოფელია მაღლა. რამე ადგილობრივი ტრანსპორტი უნდა ვიშავა. აქაურობისთვის ბუნებრივი. გუდანი გუდანში ვახოს მასპინძლები ჭინჭარაულები არიან. ელისო ოჯახის დიასახლისია. მთელი ცხოვრება ხევსურეთში გაატარა და არასოდეს უფიქრია აქაურობის დატოვებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ყოველწლიურად იცლება სოფელი, მაგრამ გუდანი დგას და აქ კიდევ დიდხანს იცხოვრებს ხალხი, ვინც ნამგზავრ და დაღლილ სტუმარს სახლში შეიპატიჟებს და კარგადაც გაუმასპინძლებს. ეს დედო, რაღაც საინტერესოს ვამზადებთ, ხო? ეხლა ვამზადებთ კეცეულს. ჭირდება უმი კარტოფილი, ხორცი და ყველი. კარტოფილი უნდა დავჭრათ ყველა თუ უნდა გაიხეხოს სახეხით. რომელი მხარე? ეს მხარე ჯობია. ეს მხარე ჯობია. აჰა, დიდი. კარგი. მაშინ მე ვზელებ ცომს მაშინ. ცომს. გახეხოს თავი. ეს წყალი არ არის, ის რაც არის. წყალი არ არის, ეს არის შრატი. რაც დარჩება ის ყველწვა მოვიყვანთ. ხო. შრატი რჩება და ამით იზილება. ამას ვაყრით სოდას. ხო. შრატს. ხო. და მე კარგა ფუნფულდება ის. კარგა ფუნფულდება. ცომი. და შრატის და დროჟი აღარ უნდა, ხო? ხო, საფორიც აღარ უნდა. ესე იგი რაღაც თავისებურ გემოს მაინც მისცემს. ამას ვაყრით მარილს. ქვილს. ვაყრით სოდას. ურევთ ცომს, ქვილს და ვასხამთ შრატს. ისი ხორცი არის ეს? ეს საქონლის. საქონლის არის, ხო? საქონლისაც კარგია, ცხრის ხორციც უკეთესი გამოდის, უფრო გემრიელი. ცხრის ხორცი. უფრო ცხრისა და საქონლის ხორცს ხმარობენ აქეთ. ეხლა გავწურავ. ეხლა გაწურეთ ეგ ჩაყარეთ მაგთასში. ძალიან კარგი. ეხლა პირდაპირ გახეხეთ ყველი მაგაში. ხახვი გავსვა დავჭრა წვრილად და მოვაყარო, ხო? ესე იგი 7-8 ცალი უმი კარტოფილი. დაახლოებით 700 გრამი გახეხილი ყველი და მარილიანი და ხორციც დაახლოებით 400 გრამი ნახევარი კილო, ხო? ნახევარი კილო 3 ხახვი წვრილად დაჭრი. ეხლა კარგად ერთმანეთში ამოურიეთ. ხო. ამიზელოს ოჩი. მარილიც კარგად არის. ეხლა აქეთ
ჩაუდოთ. გავშალო. ეხლა ვახვევთ. ხაჭაპურივით. ეს რაღაც ხინკალს გავს. ჰაერი რო არ შეიპაროს. ეს ვათხელებთ. სად ვაცხობთ? მერე ვაცხობთ ფეჩზე. პირდაპირ ვდებთ. ზემოდა? ზემოდა. ცოტა ფხილი მოაყარე, მაგას კარგად გაათხელე. ეგრევე ფეჩზე. ფხილს რატო აყრით? აღარ ჩაიკრავს. ძირზე არ მიიკრავს. ძირზე არ მიიკრავს. აი ხა თქვენ რო იცოდეთ აქ რა არომატი ტრიალებს, ხორცი, დამდნარი ყველი. და რაღაც ეს კარტოფილიც. ეს ყველაფერი აქ ხევსურეთში. ენახე აი ფერი მიიღო. აი ესენი ეხლა მზად არის. შეგვიძლია გადმოვიღოთ. ესენიც, ესაც. ამას ეხლა რა სჭირდება კიდევ? ხო. ცოტა წყალში დავბანთ რა. დაბანო ქვია ამას. აი მიყურეთ ეხლა როგორ. კეცეულს დაბანვა სჭირდება? ეს რა არის? ამას პირველად ხედავ ცხოვრებაში. გამომცხარი, კეცეული. წყალში ივლება. ამას დაბანვა ქვია. გადაусმერთ ერბოს. დაბანვის მერე ერბო. დაბანვის მერე ერბო. კეცეულის თაც მზად არის. ეხლა ერბოს გავადნობთ. ხო. შეგვიძლია მერე მივირთვათ ერბოსთან ერთად. მოვაწევთ. მოვაწევთ ერბოსთან და ისე. კეცეული, კარტოფილი 1 კილოგრამი, გატარებული საქონლის ხორცი 500 გრამი, ყველი 700 გრამი, 3 თავი ხახვი, მარილი გემოვნებით, ცომი, ქვილი 3 კილოგრამი, შატი 1 ლიტრი, სოდა 1 ჩაის კოვზი, მარილი 1 ჩაის კოვზი. მზად ხარ? კეცეული მზად არის. მადლობთ. კარტოფილი, ხორცი, ყველი არის ძალიან გემრიელი კომბინაცია. მართალი იყავით თქვენ? კარტოფილი და ხორცი ძალიან კარგია ერთად. ეს და მოვტეხო და ერბოში უნდა მოვაწყო, ხო კიდევ? ერბო კიდევ საოცრებაა. ჟაცხებსურული ერბო. უმი კარტოფილისგან მომზადებულმა კეცეულმა გადამაწყვეტინა, რომ მოვამზადო პირდაპირ კარტოფილის ცომი. ნახოთ რა გამოვა. დავიწყეთ. პირველ რიგში გავხეხოთ კარტოფილი. აქ მაქვს 4 საშუალო ზომის კარტოფილი. დაახლოებით 9 კილო. აი ესე დიდი ზომის სახეხზე ჩავხეხოთ. საკმაოდ წვნიანია კარტოფილი. ვახომ კი გადაწურა თავის რეცეპტში. მაგრამ მე პირიქით ეს წვენი დამეხმარება, რომ ცომი უფრო მარტივად შევკრა. დავაბლენდეროთ. სადაც გადმოვიტანოთ ჯამში.
და უკვე დანარჩენს ვაგრძელებთ ჩვეულებრივად, როგორც მოვამზადებდით ცომს. ანუ კვერცხი, 2 მთლიანი კვერცხი, დაახლოებით დავუმატეს 350 გრამი ფქვილი. დავუმატოთ ცოტა გამაფხვიერებელი, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი და გადავზილოთ მზესუმზირის ზეთით, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. როგორც ხევსურები ამბობენ, საფენელი ფქვილი. დავუმატოთ. კარტოფილის ცომი მზად არის. ეხლა მოვამზადოთ შიგ-თავს. პირველ რიგში დავჭრათ ნახევარი თავი ხავი. ხახვი მზად არის. დავუმატოთ მწვანე ხახვის მხოლოდ ღეროები. წვრილად და ნიორი 2 ტვილი. ანუ პრინციპში ამ რეცეპტისთვის ჩვენ ყველა ინგრედიენტს ვიყენებთ უმად. და ნახევარი კილო საქონლის გატარებული ხორცი. ამ მასას დავუმატოთ 1 მთლიანი კვერცხი, რომ უფრო შეიკრას და ცხობისას არ გადმოვიდეს ბევრი წვენი. დავუმატოთ მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ ამოვზილო და მთავარი ნაწილი. ხორცს ვუმატებთ გახეხილ ყველს. დაახლოებით 150 გრამი ყველი. და ეს ყველი კარგად ჩადნება. მერე გამოცხობისას ყველის და ხორცის შიგთავსი მზად გვაქვს. ცომიც უკვე მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ გამოცხობა. გავაბრტყელოთ ცომი, საკმაოდ ნაზია მაინც. და ამოჭრათ მრგვალი ფორმები. ცოტა სქელი დავტოვეთ ცომი, იმიტომ რომ მე ამას კიდევ გავიყვან. დაგჭირდება გამოსაცხობი ფირფიტა. აქაც მოვაყაროთ ფქვილი. ცოტა გავიყვანოთ ეს ცომი, რომ გავათხელოთ. და გადავიტანოთ შიგთავსი ცენტრში. და ესე ქისასავით შევკრათ ცომი. ეს თავი დავუტოვოთ. ჩამოვაჭრათ პატარა ცომი. კი გავუკეთოთ სამაგრი. გადავიტანოთ ფირფიტაზე და გავაგრძელებთ ქისების მომზადებას. ესეც ბოლო. შეგვიძლია გამოვაცხოთ. ცხება 200 გრადუსზე 15-20 წუთი. სანამ ბოლომდე გამოცხება, გადავსვათ კვერცხის გული. და დავტოვოთ ღუმელში კიდევ 10 წუთი. რადგან ეს კერძი კეცეულის ვარიაცია, გადავწყვიტე, რომ სერვირებაში მაინც გამომეყენებინა კეცი.
ეხლა ვნახოთ მაინც რა ფაქტურა აქვს კარტოფილის ცომს. ჩვენივრად გამოცხვა, როგორც ჩვეულებრივად გამოცხებოდა ცომი, მაგრამ ბევრად უფრო მშრალი ჩანს, უფრო ხრაშუნა. და ესეც არის. ძალიან საინტერესოა. კეცეული. მოვამზადოთ კარტოფილის ცომი. დაგჭირდება 500 გრამი კარტოფილი, 350 გრამი ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, 2 სუფრის ყოვზის ზეთი და გამაფხვიარებელი 1 ჩაის ყოვზი. შიგთავსი. გატარებული საქონლის ხორცი 500 გრამი, 150 გრამი ყველი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი თავი ხახვი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, 2 კბილი ნიორი, პილპილი და მარილი გემოვნებით. გუდამაყრის მთებში ჩაკარგული ეს გაურკვეველი წერტილი ვახო უნდა იყოს, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება დანიშნულების ადგილს. ამ სახლის დიასახლისი ნელი ბექაური წლებია მარტო უძღვება საოჯახო საქმეებს. ახლად სამზადისშია და მგონი ეს ყველაფერი იმ გემრიელი პერსპექტივის ნაწილია, წინ რომ გველოდება. ეს ჩვეულებრივი ფქვილია, ხო? ჩვეულებრივი ფქვილი, კი. ხორბლის ფქვილი. და მოდოთ მარილი. აქ არის დაახლოებით 3 კილო, 4 კილო, ხო? 3 კილო. მარილი გემოვნებით. საფუარი. მეგონი დაახლოებით კი, ეს ერთი კოვზი, სუფრის კოვზი. ჩაის კოვზი, თუ სუფრის კოვზი. სუფრის და ეს კიდე ზეთი. კი. ესე იგი 3 კილო ფქვილი. ერთი ჭიქა ზეთი. ერთი ჭიქა ზეთი. ერთი კოვზი დროჟი, ერთი კოვზი მარილი და ერბო. და კარგად ამოძუა. ეხლა რა უნდა? ეხლა რძე. ეს სოფლის რძე, რა თქმა უნდა, ეს თქვენი რა თბილი რძე. თბილი რძეში უნდა მოვზილოთ. ცომი? მოგე, მზად არის. მზად არის. ცოტა ხანი უნდა დასვენება. ეხლა მოვამზადებთ თისთვის დამახასიათებელ უგემრილეს კერძ ხლოვანას, რომელშიც ჭარხლის ფოთლები მიდის, ქინძი, ხახვი და კამა. ხაჭო და ერბო. ხაჭო და ერბო. ჭარხალს არ ვხარშავთ ჩვენ, ჭარხლის ფოთლებს. არ ვხარშავთ, ცოცხლად ვჭრით. ცოცხლად ვჭრით და შიგნითვე მოიხარშება უკვე, ხო? კი. ფურნეში მოიხარშება. ჭარხის ფოთლები ჩვენ გვაქვს დაახლოებით 2 დიდი კონა. ხალბატონელი 2 დიდი კონისგან რამდენი ხლოვანა გამოგვივა? დაახლოებით. დაახლოებით 1-5 ცალი. მეტი არა? არა. ჟარონებს გავამზადებ. ჭარხლის ფოთლები დავჭერე ხალბატონელი. ეხლა რა დავჭრა? ეხლა მარილი მოგომ დავაყარე მაგას. მარილს ვაყრეთ, იმიტომ რომ დაიწიოს, ხო, წვენი რო გამოუშვას. კი, წვენი რო გაუშვას. და ესე ერთმანეთში ამოურიე. ამოურევ ხა. მწვანილი სულ დავჭრა? კი. რაც ბევრია, უფრო ხდება მწვანილი. ხახვი, ქინძი და ცოტა კამა. ბოსტანის მწვანილი მაინც სხვა არის რა. მოვიტანე ცხიმი და ხაჭო, რომელთაც უნდა შევაზავოთ ეგ შიგნავს. ესეც კარგად უკვე, კარგად. ეგაც ეხლა გაწურე. გავწურო, ხო? მაგრა გაწურე და აქ ჩაყარე ეს. მარილი გემოვნებით. ცხიმით. რაც
ბლომადარი უფრო ხდება მხლოვანას. რაც უფრო ბევრი ცხიმია, მით უფრო გემრიელია. ხო. მაგრამ თბილია ცოტანი. ეს ყველი ხაჭო. ძალიან გემრიელია და მოტკბოა ცოტა. ძალიან მოუხდა წვანილოს. ეხლა ვიწყებთ უკვე ხლოვანას მომზადებას. ცოტა მქვილი. ამასაც პატარა ჭიპი, ხო? და გამოვასუფთავოთ კაცარისგან და ხოვალები შევაგდოთ. ხოვალას დიდი ხანი უნდა გამოცხობა. და ამიტომაც პირდაპირ ნაკვეთშალზე ვდებთ ტაფას. ხლოვანა, ცომი, ქვილი 3 კილოგრამი, რძე 1 ლიტრი, ზეთი 200 მილილიტრი, ერბო, საფუარი და მარილი 1 სუფრის კოვზი, შიგთავსი, ჭარხლის ფოთოლი 2 კონა, მწვანე ხახვი, ქინძი და კამა 1 კონა, ხაჭო 500 გრამი, ერბო 4 სუფრის კოვზი. გადაუსვათ ერბო. კარგია, კარგია. გემრიელია. ისე გულიან სწამრო მე მგონი მეც უნდა გავსინჯო. გემრიელია. ხლოვანას რო გაჭრი და მისი შიგთავსი რო გამოჩდება, ეს არის ყველაზე ლამაზი რამ რაც შეიძლება ადამიანმა შეჭამოს. ამიტომ გადავწყვიტე მოვამზადო ხლოვანას ისეთი ვარიაცია, სადაც შიგთავსი უფრო კარგად ჩანს. დავიწყეთ. პირველ რიგში ვამზადებთ соуს. გავახუროთ ტაფა საშუალო ტემპერატურაზე. ნახევარი თავი ხახვი. დავჭრათ კუბებად. ზეითუნის ზეთი. დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. 2 კბილი ნიორი საკმარისი იქნება. დავჭყლიტოთ. ხახვით უკვე იშუშება. დავუმატოთ ტომატ პასტა. 1 სუფრის კოვზი. ცოტა წყალი. გავხსნათ ახლა ტომატ პასტა. ამ მასას უნდა ჩავახერხოთ 1 მთლიანი პომიდორი. დაახლოებით 3 წუთი დუღდა соуსი. შეგვიძლია გადმოვდგათ და დავუმატოთ სუნელები, ორეგანო, მარილი, რა თქმა უნდა, ცოტა პაპრიკა და ბაზილიკი. სანამ соуსი გაგრილდება, მოვამზადოთ ცომი. 500 გრამი ფქვილი, მარილი 1 სუფრის კოვზი, 12 გრამი საფუარი, შაქარი ცოტა, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, ზეითუნის ზეთი 50 მილილიტრი. და წყალი 150 მილილიტრი. ელასტიური გახდა.
ცოტა გადავუსვათ ცხიმი, ისევ ანუ ზეითუნის ზეთი და ვტოვებთ 20-25 წუთი, რომ ცოტა ამოვიდეს ცომი. პარალელურად გავხეხოთ ყველი. სულგუნი დაახლოებით 250 გრამი. ყველიც მზად არის, გადავდგათ და დაველოდოთ ცომს. აი როგორი წევადია. და სპეციალური პიცის გამოსაცხობი ფორმა. თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივად გამოსაცხობ ფირპიტაზეც მშვენივრად გამოცხობა. გავყოთ ორად. კიდეები, აი ესე მივიყვანოთ ბოლომდე, რომ გაიკეთოს კანტი. соуси ჯერ ცენტრში. გახეხილი სულგუნი და თავარი ჭარხლის ფოთლები. მოვაყაროთ პიცას. ეს ფოთლები დაპატარავდება, როგორც კი სიმხურვალე მოხდება. ცოტა ყველი კიდევ ზემოდან, მწვანე ხახვი. მხოლოდ მწვანე ღეროები. აი ესე ცოტა დიდებად დავჭრათ, ისიც გემოსთვის. და ცოტა ორეგანო. პიცა ცხება 250 გრადუსზე 8-10 წუთი. პიცა ფლოვანა. დაგჭირდება 150 გრამი სულგუნი, ნახევარი კონა ჭარხლის ფოთოლი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი და ორეგანო გემოვნებით. მოვამზადოთ соуси. ნახევარი თავი ხახვი, ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი პომიდორი, პომიდორის საწებელი 1 სუფრის კოვზი და სუნელები, ორეგანო, ბაზილიკი, პაპრიკა და მარილი გემოვნებით. ცომი 500 გრამი ფქვილი, ზეითუნის ზეთი 50 მილილიტრი, 150 მილილიტრი წყალი, 12 გრამი საფუარი, 1 სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. ცოტა გაგრილდეს, ცოტა მწვანე ხახვი. და ჭარხლის ფოთლებიც აი ეს ღეროები მოვაცალოთ. გაგრილდა უკვე, შეგვიძლია გადმოვიტანოთ. მოვაყაროთ ცოტა ჭარხლის ფოთლები და მწვანე ხახვი, ლიმონი. აი, მგონი იდეალური სისქის არის ცომი, ყველი კარგად დადნა და დაბრაწული ცომის კანტი. შვენიერია. პიცაში ყველი ყოველთვის უნდა იწელებოდეს. ფულეც და ხადაც გუდამაყრულია. ეს რა არის საჭირო ხავჭის მოსამზადებლად. ძალიან გავს ხადის გულს, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი განსხვავება არის. ჩემი პირველი გუდამაყრული ხადა. მზად არის ჩვენი ხავიწი. ნოყიერია.